T-State წარმოგიდგენთ რუბრიკას მშენებლობა და უძრავი ქონება თამარ კანთელაძესთან ერთად. BMG და T-State-მა განაახლეს ერთობლივე პროექტი, რომელსაც გასული წლიდან მოყოლებული გთავაზობდით და დღევანდელ რუბრიკას მე ნინი ლონგვარიშვილი და თამარ კანთელაძე ერთობლივად გავუძღვებით და კომპანიის მიმდინარე პროექტებს და სიახლეებს გაგაცნობთ და გაგიზიარებთ. BMG-ის მიმდევრებისთვის კარგად ნაცნობი არის, რომ T-State ქმნის საცხოვრებელ სივრცეებს თბილისში, სადაც კომფორტი, თანამედროვეობა და მობინადრის მოთხოვნებზე ზრუნვა მათი მთავარი პრიორიტეტი არის. Ყველაფერი დანარჩენისთვის კი თამარ კანთელაძესთან გადავალ უკვე სასაუბროდ. დილამშვიდობისა თამარ და პირველ რიგში მიხარია რომ დაგვიბრუნდი. დილამშვიდობით ნინი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მე ძალიან მიხარია რომ კვლავ ერთად ვართ ეთერში და მაქვს საშუალება ჩვენს არსებულ მობინადრეებს, ადამიანებს, ვინც ყიდვას აპირებს, მოვუყვეთ ჩვენი პროექტის შესახებ და რა თქმა უნდა ეს არის ყოველთვიური რეპორტიც, პასუხისმგებლობა, რომელიც ვიკისრეთ ჩვენს მობინადრეებთან, მოვუყვეთ თუ რა ხდება ჩვენს მიმდინარე პროექტებში, რა ეტაპზე ვართ და რა იგეგმება. კარგი, მაშინ ახლა დავიწყოთ თუ რა ეტაპზე არის. მოდი ორთაჭალა ჰილსით დავიწყოთ. დღეს რა ეტაპი არის? მიუხედავად რომ გასულ წელს ვისაუბრებთ T-State-ის პროექტებზე, იმის შემდეგ უკვე რა შეიცვალა? ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზე ვართ ახლა ჩვენს მიმდინარე პროექტებში. მოდი დავიწყოთ ორთაჭალა ჰილსით. ჩვენ როდესაც 2 წლის წინ პირველად მოვედით თქვენს ეთერში, ვთქვით რომ ორთაჭალა ჰილსის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდებოდა 2024 წლის ბოლოს და მართლაც მოვიდა 2024 წლის ბოლო, უკვე იანვარი გვაქვს 2025 წელი და პირველი ეტაპი დავასრულეთ. პირველი ეტაპი მოიცავდა 15 სართულიანი ბლოკის და 3 სართულიანი კომერციული შენობა ნაგებობის მშენებლობას. მშენებლობა დასრულებული გახოთ, ბოლო შტრიხები მიმდინარეობს, ისეთი როგორც არის ლიფტების მონტაჟი, მაგალითად 20 თებერვლისთვის უკვე დასრულდება ლიფტების მონტაჟი, შიდა სამუშაოები ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობაში სრულად ამ კონდიციაშია მიყვანილი და დავიწყეთ უკვე მობინადრეებისთვის უძრავი ქონების ჩაბარება, ისინი ბინებს იბარებენ, ზოგიერთ ბინაში უკვე რემონტიც დაწყებულია, დარწმუნებული ვარ ახლა ეს საახალწლო ციებ-ცხელებამ გადაიარა და უკვე ყველას მოუნდა რომ სარემონტო სამუშაოები განაახლოს თავის სახლში. და ფასადზეა უმნიშვნელოდ რაღაც დეტალები დარჩენილი, ტრავერტინის რაღაცა ფრაგმენტი გვაქვს მოპირკეთების, აი ის დასრულდება და ბოლო სართულებზე შუშის აივნების მონტაჟის ბოლოშია გასული, აბსოლუტურად ბოლოშია გასული, შესაბამისად TBC ბანკმაც უკვე იპოთეკით დატვირთა აქ უძრავი ქონება, ის ჩამონათვალი, რომელიც მათთან იყო შეთანხმებული, ვალდებულება თუ როგორ კონდიციაში უნდა დასრულებულიყო, ეს ყველაფერი უკვე შესრულდა. რა თქმა უნდა, უკანა ბლოკის მშენებლობა ჯერ ისევ მიმდინარეობს, თუმცა საკარკასე სამუშაოები იქ დასრულებულია 8 სართულიან ბლოკში, პერიმეტრის ამოშენება ბლოკითაც დასრულებულია და დაახლოებით მე-6 სართულის ჩათვლით შიდა ტიხრებით დასრულებულია, კარფანჯრის მონტაჟი მიმდინარეობს და მე-8 სართულიანი ბლოკის დასრულება ზუსტად იგივე ვადაში მოხდება 2025 წლის ბოლოს, როგორც ამას თავიდანვე ვაანონსებდით და 8 სართულიანი ბლოკის დასრულებასთან ერთად მოხდება ეზოს კეთილმოწყობაც, იმიტომ რომ ძალიან რთულია მშენებლობის პროცესში გამწვანება გააკეთო და ასე შემდეგ. თუმცა 15 სართულიანი ბლოკის მობინადრეებისთვის ცენტრალური გზიდან, როდესაც ავდივართ ხო, სულიკო თორთლაძეზე ორთაჭალაში, ეს შიდისის გზაზე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, ცენტრალური გზიდან აბსოლუტურად მისასვლელი იდეალურად მოწესრიგებული გახლავთ, ძალიან ცივილურად, რა თქმა უნდა, კი, მისასვლელი გზა მოწყობილია, შენობის კორპუსის წინა ნაწილში გზის საფარი ნაწილი ეგება, ბილიკები იქნება მისასვლელი, ასე რომ ძალიან კომფორტულად მივლენ ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ სახლში. და ამისა ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორში, რომ როდესაც კომპანია ამბობს ვადას დასრულებისა და ის იმ ვადებში ეტევა, ესე ვთქვათ, და ეს დანაპირები სრულდება, პირველ რიგში სანდოობაზე მეტყველებს და იმაზე, რომ გაყიდვების მხრივ ზრდადი არის მუდმივად პროექტების მხრივ. თუმცა დღეს რა ეტაპი არის გაყიდვების? ანუ კიდევ დარჩენილი არის ბინები ორთაჭალა. ეხლა 15 სართულიან კორპუსს რაც შეეხება, აქ მხოლოდ 2 ბინაა ხელმისაწვდომი, 97 კვადრატულიანი საოჯახო ტიპის ბინები, მხოლოდ 2 ბინაა ხელმისაწვდომი, დანარჩენი ყველაფერი გაყიდულია. 8 სართულიან ბლოკს რაც შეეხება, აქაც ძირითადად სულ საოჯახო დიდი ზომის ბინებია, ხელმისაწვდომი, აი ესეთი გამორჩეულად ძალიან კარგი
ბინები 134 კვადრატულიანი, 136 კვადრატულიანები. ვადების საკითხი შევეხები კიდევ ერთხელ. ანუ დაანონსებული გქონდა ნამდვილად 2024 წლის ბოლოს და ალბათ იმ 2-3 კვირაზე მობინადრეები არ გაგვიბრაზდებიან, რომელიც რაღაც ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად გახდა აუცილებელი, თუნდაც აი ლიფტების მონტაჟის რაღაც გარემოებებმა განაპირობა, რომ ჯგუფებს, რომლებსაც უნდა შეესრულებიათ ეს სამუშაოები, რაღაცნაირად თვითონ ვადაში ვერ ჩაეტიენ და ამიტომ გადაიწია ამ ყველაფერმა სულ რაღაც 3 კვირა, 4 კვირაზეა აქ საუბარი. თუმცა პროცესში ჩვენს მობინადრეებს ხელი არ შეშლიათ, სამრემონტო სამუშაოები შეუძლიათ დაიწყონ და სანამ თვითონ დაასრულებენ ბინების სარემონტო სამუშაოებს, ჩვენ კორპუსიდან თავიდან ბოლომდე გასულები ვიქნებით. მე მახსოვს გასული წლის ბოლოს, ვიდრე ახალი წლის პერიოდი დადგებოდა, გქონდათ შეთავაზებებიც ეს წინა საახალწლო, შავი პარასკევის თუ ასე შემდეგ. გაყიდვების კუთხით რამდენად აქტიური იყო მომხმარებელი აი საახალწლო პერიოდში და დღეს თუ გაქვთ კიდევ დამატებით რაიმე შეთავაზება? რა თქმა უნდა, როდესაც შეთავაზებებს აკეთებ, ყოველთვის რეაგირებს ამაზე მომხმარებელი, იმიტომ რომ ყველა სჭირდება მოქნილი პირობა. ზოგ შემთხვევაში ეს არის რაღაც საუკეთესო ფასის შეთავაზება, საუკეთესო ფასის შეთავაზება მუშაობს მაშინ, როდესაც უკვე მშენებლობა დასრულებულია და უკვე შეუძლია ადამიანს თუნდაც საბანკო იპოთეკური სესხი გამოიყენოს და ერთიანი ანგარიშწორებით იყიდოს. არის შემთხვევები, როდესაც კარგი გადახდის პირობა, განვადების პირობები არის მნიშვნელოვანი ბინის შეძენის დროს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ყველაფერზე რეაგირებს მომხმარებელი. თუმცა მიმდინარე პროცესებმა მეტნაკლებად ასახვას პოვებს, ხო, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიზნეს პროცესებზე. ამიტომ მეტნაკლებად შეგვიძლია მაინც ვთქვათ, რომ ნორმალურად ჩაიარათვენ, თუმცა უმჯობესი იქნება, რომ უფრო სიტუაცია უფრო უკეთესობისკენ შეიცვალოს. რაც შეეხება ეხლა საუკეთესო შეთავაზებას, რა არის საუკეთესო შეთავაზება? როდესაც მშენებლობის დასრულებამდე რჩება მცირე პერიოდი, ამ შემთხვევაში განვადება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნახე, ეხლა ჩვენ 8 სართულიან ბლოკში დარჩენილი გვაქვს სულ რაღაც განვადების 7 თვე. 7 თვე ცოტა მცირე პერიოდია იმისთვის, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის ხოლმე უძრავი ქონების ღირებულების 20-დან 30%-მდე ამ პერიოდში დასაბარად. ჩვენ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ გქონდა მოთხოვნა, როდესაც მომხმარებელი ითხოვდა ყოველთვიურად, მაგალითად, ბინის ღირებულების 1%-ის გადახდას და ბოლოსთვის, სანამ ის საბანკო იპოთეკური სესხით ისარგებლებდა, ქონდა რესურსი, რომ რაღაც დამატებითი შემოსავლები, რაღაც თანხებს ელოდებიან ხოლმე ხო ადამიანები და ქონდათ რესურსი, რომ ბოლოსში დაემატებიათ ეს თანხა და შემდეგ უპრობლემოდ გადასულიყვნენ ბანკზე. და სწორედ აი ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება მომხმარებლისთვის, მყიდველისთვის იქნებოდა შემდეგი, რომ 7 თვის განმავლობაში ჩვენ ვეუბნებით, რომ დაფარონ ბინის ღირებულების მხოლოდ 7%, ანუ თვეში 1% და გამოდის ბინებზე და ზოგიერთ ბინაზე 750, 800, $950, $1100, ანუ საკმაოდ მცირე თანხა და საბანკო იპოთეკური სესხის აღებამდე აგვისტოში 2025 წლის აგვისტომდე, სანამ საბანკო იპოთეკურ სესხზე გადავალთ, შეავსონ დარჩენილი 13%, ანუ ჯამში 20%, რაც სჭირდება იპოთეკური სესხის აღებას. ვფიქრობ, რომ ამაზე საკმაოდ კარგი რეაგირება ჰქონდა უკვე ჩვენს მომხმარებელს. აი ახალი წლის შემდეგომ, როგორც კი გამოვიღვიძეთ და განახლდა გაყიდვები, საკმაოდ კარგი რეაგირება ჰქონდა ამაზე მომხმარებელს და აი ახლა ამ წუთისთვის ეს შეთავაზება აქტიური, აქტუალური და საკმაოდ კარგად მუშაობს. ორი ბინა არის დარჩენილი და სანერვიულოდ ხო, თუმცა ხო, 8 სართულიან ბლოკში ეს გადახდის ეს პირობა ეხება 8 სართულიან ბლოკს, რომელიც დასრულდება 2025 წლის ბოლოს და ამიტომ აი იქ ამ შეთავაზების გაკეთება ძალიან ესეთია მართებული და დროული, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ პროცესში ერთიანი თანხების მობილიზება ვერ ხდება. მაგალითად, როდესაც საცხოვრებელს იცვლიან ადამიანები, ხო? გეგმავენ რომ ის სახლი გაყიდონ, სადაც თვითონ ცხოვრობენ და შემდეგ გადავიდნენ ახალ საცხოვრებელ სახლში. აი ეს გადახდის პირობა ზუსტად ამაზე იქნება მორგებული, რომ ზაფხულში შეეძლებათ ადამიანებს მინიმალური თანხებით მივიდეთ ზაფხულამდე, ხოლო აგვისტოში უკვე მოახდინონ თქვათ თუ რაღაც უძრავი ქონება აქვთ, რომლის გაყიდვაც უნდათ და ამის ინვესტირება უნდათ უკვე ახალ საცხოვრებელ ბინაში, აგვისტოში შეუძლიათ ამის გაკეთება და დღეს ჩვენ არ უთხოვთ რამოდენიმე $10,000 თუ ლარს ბინის შესაძენად ჩვენთან და ვფიქრობ ეს ძალიან კარგი შეთავაზება. ისეთი ადამიანებისთვისაც აი ვინც ფიქრობს რომ დღეს გააკეთოს ინვესტირება და ხვალისთვის თქვათ მოგეხსენებათ პროექტი როდესაც სრულდება, ღირებულება ყოველთვის იწევს
ფასები მაღლა ადის და მაგალითად დღეს ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შედარებით უფრო ბიუჯეტურ ფასად ძალიან კარგი გადახდის პირობით მოახდინოს უძრავი ქონების შესყიდვა და აგვისტოში, როდესაც დასრულებისკენ ვიქნებით გასულები, შემდეგ თქვათ ჩვენ როცა უძრავი ქონება აღარ გვექნება თვითონ მოახდინოთ თავიანთი უძრავი ქონების რეალიზაცია და რა თქმა უნდა ყველანაირად მორგებულები ხართ აბსოლუტურად ყველანაირად იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რა სჭირდება მომხმარებელს ჩვენ გვესმის რომ უძრავ ქონებას ადამიანები ყიდულობენ როგორც საცხოვრებლად ასევე ეს მათი შემოსავლების წყაროა და ამის ახლა არ დანახვა არ ეკლა ამიტომ ყველასთვის უნდა იყოს ეს ყველაფერი ეს არის მხოლოდ ორთაჭალახილზე ახლა ჩვენ რაც ვისაუბრეთ და კადრებშიც ხედავთ ამ პროექტს თუმცა ეს არის სავარაუდოდ შედარებით ძველი კადრები. ახლა ვერ მოესწრო ახალი. კი, განსხვავებული ვითარება არის ადგილზე და თითქმის დასრულებულია პროექტი, თუმცა რომ გადავიდეთ უკვე ლისევიუს პროექტზე, რომელიც თავის სახელიდან გამომდინარეც უკვე ხვდებით. სამბეჭდავია თუ რა ადგილას არის და თბილისის ხედს გადაჰყურებს. იქ რა ვითარება არის ახლა და რა ეტაპზე არის მშენებლობა? ლისევიუს პროექტიც დავასრულეთ. ამას ქვია დასასრულს მიუახლოვდა არა ფაქტობრივად დავასრულეთ ეს არის ვაშლი ჯვარი ნუცუბიძის გზატკეცილი ლისთან სულ 3 წუთის სავალზე სასწაული აი ულამაზესი ხედებია თუ შეიძლება ხო აი კადრებში ჩანს საოცარი ხედები იშლება ქალაქზე თან ხედი რომელსაც რაც ყველაზე მთავარია ვერასდროს ვერ დაგეფარება წინ ხედი რომელიც არასოდეს არ დაიფარება იმიტომ რომ წინა ნაწილში საკმაოდ შენობა მაღალზე დგას და წინა ნაწილში შეუძლებელია იქ მშენებლობის რაიმე ისეთი მშენებლობის წარმოება რომელიც თუნდაც მესამე სართულამდე ამოვა და დაფარავს ამ ყველაფერს. ლისევიუსში ძალიან კარგი შეთავაზებები გქონდა საახალწლოდ გახსოვს და რა თქმა უნდა იმუშავა ამ შეთავაზებებმა და ძალიან მიხარია რომ ადამიანებმა შეძლეს ამ ძალიან კარგი ფასით შეეძინათ უძრავი ქონება და გაყიდულ ბინებში უკვე სარემონტო სამუშაოებია დაწყებული, კომუნიკაციებიც ირთვება და ძალიან მალე უკვე აქაც აინთება ფანჯრებში პირველი შუქი და უკვე დაიწყებენ აქაც ადამიანები ცხოვრებას. აქაც შეთავაზებაში არის მე გახსოვთ გითხარით რომ რამდენიმე ბინა ბოლოსთვის იყო ბოლო ეტაპის გაყიდვებისთვის ჰქონდა განკუთვნილი რაღაც ნაწილი ამ ბინებიდან გაიყიდა, თუმცა ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი, აი მაგალითად გვაქვს ერთი პატარა ზომის 55 კვადრატულიანი ბინა, ვისაც მცირე ზომის ერთსაძინებლიანი უნდა 67 კვადრატულიანი ულამაზესი ბინა გვაქვს ქალაქის ხედზე 97 კვადრატულიანი გვაქვს ძალიან კარგი ორსაძინებლიანი გამჭოლი ბინა. ამიტომ სულ რამდენი თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს შეეძლებათ ბოლო ბინების, ბოლო ერთეულების შეძენა ჩვენთან პროექტებში, აქაც რა თქმა უნდა პროექტი ვინაიდან დასრულდა, ბანკი, ბაზის ბანკი ძალიან გამარტივებული წესით ჩვენი თავდებობით გასცემს ეს ხებს, თუმცა ბაზის ბანკის გარდაც თუ მომხმარებელს სურვილი აქვს რომ რომელიმე სხვა ბანკთან ითანამშრომლოს, ჩვენი მხრიდან შეზღუდვა არ არის. უბრალოდ იქ გამარტივებულია და გამკაცილებით ისე მარტივად ხდება სესხების გაცემა. და არასდროს იკლებს სიახლეები და შეთავაზებები T-State-ის გუნდის მხრიდან და ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მუდმივად ხართ მომხმარებლების კომფორტზე და სურვილებზე მორგებული. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ჩვენი ასე ვთქვათ ამაზე დგას ეს ყველაფერი შეუძლებელია თუ არ ჩვენი თავარი საზრუნავი არის ის ვიფიქროთ, ვიზრუნოთ იმაზე რა სჭირდება ჩვენს მომხმარებელს, ჩვენს მობინადრეს და ჩვენი სახლები იყოს მათთვის ყოველთვის კომფორტული იყოს, რაც პირველ რიგში რაც მთავარია ხარისხიანი, ესეთი გამძლე, რომელიც გაუძლებს თაობები გაიზრდებიან ჩვენ საშენებულ სახლებში, ვიზუალურად ძალიან მომხიბლავი და ლამაზი და შიგნით კომფორტული, იმიტომ რომ ერთი არ გარდა ვიზუალურია ხოლმე, შიგნით აუცილებელია რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება, რაც ცხოვრებაში კომფორტული ცხოვრების საშუალებას იძლევა მოკლედ. ასე რომ ჩვენ სულ ვზრუნავთ ამაზე და ეს ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება სამომავლოდაც. გამომდინარე იქიდან რომ ორი პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რა იგეგმება T-State-ის გუნდის მხრიდან 2025-ში თუ შეგვიძლია ამ გეგმებზე საუბარი. მესმის რომ შედარებით რთული არის დღეს საქართველოში არსებული ვითარებიდან რაც გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება, თუმცა რა არის ის გეგმა, რაც 2024-დან დაისახეთ და განსახორციელებელია წელს? აუცილებლად, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ გავჩერდეთ, სულა უნდა გავაგრძელოთ, განვითარდეთ და ვფიქრობ რომ ეს იქნება ჩვენი როლი, ჩვენი წვლილი
შესაძლებელი ამ ქვეყნის განვითარებისთვის, შევქმნათ რაც შეიძლება კარგი და კომფორტული სივრცეები საცხოვრებლად. 2025 წლის გეგმებს რაც შეეხება ერთ-ერთი იქნება კომპანიის რებრენდინგი, ახალი სახელწოდებით წარდგებით ჩვენი მომხმარებლისთვის. კი, ამაზე ვიფიქრეთ ჩვენ, თქვათ რა სჭირდება, რა უფრო ახლობელია მომხმარებლისთვის, მყიდველისთვის, რაზე რეაგირებს და ესეც სიახლე იქნება და თქვენ იქნებით პირველები, ვისთანაც ამას დავაანონსებთ და ვიტყვით და რა თქმა უნდა ახალი პროექტი. საოცრად კარგი ქალაქის მაგრამ ერთ-ერთი ბევრს დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. ხო, რა თქმა უნდა, ჯობია ამაზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც უფრო დეტალებით აღჭურვილი ვიქნები თქვენთან, იმიტომ რომ როდესაც საუბრობ, მე რჩდება კითხვები და სასურველია რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ დღეს უბრალოდ დავაანონსებთ, რომ 2025-ში ნამდვილად ახალი პროექტით ქალაქის ცენტრალურ უბანში დაიწყებს T-State მშენებლობას, რომლის შესახებაც ინფორმაციას ჩვენი მომხურებელი პირველ რიგში თქვენი ეთერის მეშვეობით გაიგებს. ძალიან დიდი მადლობა. თამარ, პირველ რიგში მადლობა ამ ექსკლუზიური ინფორმაციებისთვის, რაც მხოლოდ BMG-ს ეთერიდან და საქმიანი მაყურებლებისთვის ჟღერდება და მადლობა კიდევ ერთხელ ერთობლივი რუბრიკისთვის, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი ინფორმაციას და სასარგებლო ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს მაყურებლებს, როგორც T-State-ის პროექტებზე, მათ შორის უძრავ ქონებაში გამოწვევები იქნება შესაძლებლობები თუ ასე შემდეგ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის და გვიხარია დაბრუნება ერთობლივი რუბრიკით. თამარ კანთელაძე T-State-ის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან ერთად. T-State-ი წარმოგიდგენთ რუბრიკას მშენებლობა და უძრავი ქონება თამარ კანთელაძესთან ერთად.